ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სარემონტო სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილესთან კონსტანტინე ქავთარაძესთან და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსთან პაატა კლდიაშვილთან ერთად დაათვალიერა. ტურისტული ცენტრის მოწყობა რუსთაველის ნომერ 9-ში მდებარე 4 სართულიან შენობაში მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და 2 თვეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეპესე პარმახი 162,000 ლარა დასრულებს. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება. მოქალაქეები შეძლებენ ყველა ის სერვისი მიიღონ, რაც აუცილებელია მათ ქალაქსა თუ რეგიონში კომფორტული მგზავრობისთვის. ცენტრის მოწყობაში ქუთაისის მერიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ქუთაისი უკვე ნელ-ნელა ხდება გამანაწილებელი ეგრეთ წოდებული ჰაბი ტურისტების, აეროპორტს ემატება ახალი რეისები, უკვე მნიშვნელოვნად შეინიშნება ტურისტების ზრდა, ამ ყველაფერს ჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მომსახურება, რა უფრო კიდევ მეტად გაიზარდოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენ ეს შენობა გადმოგვეცა, შესაბამისად მიმდინარეობს ახლა სრული რეაბილიტაცია, რათა ტურისტული ცენტრი, რომელიც საქართველოში იქნება ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი, არის 4 სართული გათვალისწინებული, არის შესაბამისი სათავსოები, სადაც შეიძლება ბარგის შენახვა იქნება თუ სხვადასხვა მომსახურებები, რომლებიც ტურისტს აინტერესებს, როგორც საბანკო, ასევე ტურისტული მომსახურებები, ასევე ავია ბილეთების გაყიდვის შესაძლებლობა იქნება და ეს ყველაფერი იქნება სხვადასხვა სართულებზე გადანაწილებული.